იცოდით თუ არა რომ ყოველწლიურად მსოფლიოში 100,000-ობით ადამიანი უგზო-უკლოდ იკარგება ტყეებში. ზოგ ადამიანს ტურა ჭამს, ზოგს მგელი, ზოგიც შიმშილით კვდება. დღეს მე და ქრისტი შევეცდებით გადავრჩეთ ტყეში, სადაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ცხოველია, სადაც ველური ბუნება იმარჯვებს ცივილიზაციაზე. დღეს გვექნება ყველაზე გრანდიოზული ტყეში გადარჩენა ჩვენი არხის ისტორიაში და რატო იქნება ეს ტყეში გადარჩენა ყველაზე გრანდიოზული? იმიტომ რომ დღეს გადავრჩებით მე და ქრისტი ბრმად. როგორც ხედავთ, ჩვენს ირგვლივ დევს ესეთი ყუთები და ამ ყუთებში ალაგია ტყეში გადარჩენისათვის საჭირო ნივთები. ხოლო ამ ნივთების ჯამური ღირებულება არის 1000 ლარი. მე და ქრისტის გვექნება ბიუჯეტი 500 ლარი და ამ 500 ლარით უნდა შევიძინოთ ეს ყუთები, რომელიც არის სხვადასხვა ფასის. ამას დამატებული მე და გიორგიმ არ ვიცით რომელ ყუთში რა დევს და ასევე დამატებით კიდევ ერთი ყუთი არის სრულიად ცარიელი. ღმერთმა არქნას რომ ეს ყუთი შემხვდეს, მე არ მინდა ცარიელი ყუთი. მე ვიცი შენი ბედი რომ ვიცი ქრისტი აუცილებლად შენ შეგხვდება ეს ცარიელი ყუთი. და დადგა რომ ვითამაშოთ ჯეირანი და ვინც მოიგებს ჯეირანს ის დაიწყებს ყუთების ყიდვას და მე დავიწყებ ყუთების ყიდვას, იმიტომ დარწმუნებული ვარ რომ მე მოვიგებ. ვითამაშოთ, მოდი. ჯეირანი ცეცხლი. ბიჭო, ვერ აღალდი დაგიწი, ცეცხლია ეს არის ცეცხლი ქრისტი. ცეცხლსა გამოუშვებ და ხელს დამიწვა. არა, არ მოგიგია გიორგი, აქ მივწყვიტ და ვინ მოიგებს? და ხა ჩე რატო წვიტა? იმიტომ რომ მე ვწყვიტავ. ჯეირანი. აუ, არა, გიორგი, იცოდი. ასე არა ხარ. იცოდი, გიორგი, ეს არ შეიძლება. ეს ჩუს კი არა ხელს მოგტეხავ. და რაც თავარია ხალხო, როგორც ყოველთვის, დააჭირე ლაიქს. თუ დააჭერ ლაიქს, უფრო მეტი ხალხი ნახავს და უფრო მასშტაბურ ვიდეოებს გადავიღებ. გადავიღებ მაგალითად 5,000 ლარად ვინ გადარჩება, ხო ძალიან საინტერესო იქნება. აი ეგ ნამდვილ სახს რო ავაშენებ, აი მე ნახეთ თქვენ ვიდეო. და აუცილებლად გამოგვიწერეთ. დაგვასაბსქრაიბეთ. მადლობა. ახლა კი დავიწყოთ ვიდეო. ესე იგი, მე მაქვს ახლა ჩემი ტაქტიკა და ჩემი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში. ახლა აქ რაც არის ყუთები, ამ ყუთებიდან ავიღებ ყველაზე იაფიანს და რატო ავიღებ იცით ყველაზე იაფიანს? ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ყველაზე იაფია და არ ვინანებ ძალიან ცუდი რაღაც რო იყოს, არ ვინანებ. მოდით ახლა და ვნახოთ 20 ლარიან ყუთში რა დევს. 20 ლარი. რა მძიმე ყუთია, იცით, აი ძალიან მძიმე არის და იმედი მაქვს რომ კაი რაღაცა. რა კაია, კაი. ეს არის ხალხო ცეცხლის დასანთები, დაპრესილი რაღაც ხე არის თუ რაღაცა უბედურება, 3 ცალი დევს ესეთი. დევსა ესეთი ცეცხლის დასანთები და ეს რა არის? ზეთი არის. თუ ბენზინია რა უბედურება, მაგრამ მაგარია, ბენზინი გვიდოდა ზუსტად ხალხო, ბენზინი გადარჩენისთვის არის საუკეთესო საშუალება, იმიტომ რომ შეგიძლია ცეცხლი დაართო მარლივი. ანუ მე შემხვდა როგორ ჩანს ცეცხლის დასანთები ბოქსი. დადგა ჩემი არჩევანის დრო და უკვე მე ვიცი რაც უნდა ავირჩიო. ეგრევე უნდა ვეტაკოთ 100 ლარიანს. დავამგვალეთ და 100 ლარიანს უნდა ვეტაკოთ. არ ვიცი შეგნით რა დევსო და ვიწრო არის და 100 ლარის კაი ფასია. ეს მოვაძროთ. ეს გამომადგება რამეში. ეს რა არის? ესენი რა არის? ეს რა? შემქმნელი. უი, დედა. თითი მოვიკონიდე. ანუ ეს რაში მჭირდება? დათვები უნდა გავყაროთ რა. კაი, ალბათ ღამე დამჭირდება, დავიყმულებ და ძაღლებს რა ვიცი, მგლებს მოვიყვან ახლოს. გიორგი, დებილი ხარ? გიო, სად ხარ? დებილი ხარ? კაია. მართული, რკინა, რა თმინდა რკინა? ტყელტუჩა, ვინც არის ეს ტყელტუჩა არის, ტყელტუჩები აქვს. შემდეგი, თოკი, 20 მეტრიანი თოკი. სული, ამით ხეს დავჭრი და რამენაირად დავანთებ. ოპა, დანა ჩანგალი. საჭმელი არ მაქვს ჯერ, მაგრამ იმედია მექნება და ჩანგალდანით შევჭამ. სულ ეს არის. ჩემი შემდეგი ყუთი იქნება 150 ლარიანი, მაგრამ აქ არის 3 ცალი 150 ლარიანი ყუთი და ეხლა უნდა ავირჩიო. ვერაფერს ვერ გაიგებ. აი ეს ავიღოთ, მოდი. პატარა არის, ცოტა დიდი ხო რა. არა, პატარა იყოს, მოკლედ. პატარა 150 ლარიანი ყუთი. 3, 2, 1. აი ყველაზე დებილური, აი ეს აქ ვინ ჩადო. ყველაზე დებილური რაღაცა იმენა ტყეში არაფერში არ დაგჭირდება ეს ნივთი. შურუფები, ტყეში შურუფი რა თმინა. 150 ლარად შურუფი რა თმინა და დრელი.
რა უნდა ჩავხრახნო ტყეში, რა უნდა მიწა ჩავხრახნო, რა ჩავხრახნო ხალხო? შემდეგი ყუთი იქნება 200 ლარიანი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, რომ გასაოცარი ნივთი დევს და ძალიან ძვირიანი. მე ესე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, იმიტომ რომ 200 ლარიანია და 200 ლარიანში ძალიან კაი ნივთი უნდა იდეს, რომელიც არ დევს. რომელიც ხალხო არ დევს. აი, რატო არ დევს? იმიტომ რომ ეს დევს. არ ვიცი ეს ვინ ჩამიდო, მით უმეტეს 200 ლარიანში, აი კაი, მესმის 8 ლარიანში ჩავდო, 50 ლარიანში, 200 ლარიანში ხალხო, 200 ლარი აღარ მაქვს. მინუს 200 ლარი. 200 ლარიანი არ მაქვს. მადლობა ყველას, მადლობა ჩემ ბედს და საერთოდ მტკვარს გავყვები იქით წავალ და გავყვები, არ ვიცი. 300 ლარი დავხარჯე? 200 დამჭა ხალხო. რა უნდა ვიყიდო? არ ვერც ცეცხლს ვერ დავანთებ, ვერაფერს ვერ გავაკეთებ, რა მართულები თუ ჩამოვიხშო თავს რა. აი ეს ვინც აქ ჩადო? რომ გავიგო ვინ ჩადო? ვართ აგეუნებით გადავაგდებ დინარეში. ძალიან ჩქარი დინარეა, სხვათაშორის იქით შორს მიდის. შემდეგი ყუთი, რომელიც მე ავირჩიე, არის 100 ლარიანი ყუთი ხალხო, 100 ლარიანი ყუთი. 3, 2, 1. იმენა საოცნებო ყუთია. ტაფა. ისა ტაფა რო ჩაგედოთ რა, არ ჩაეტეოდა აქ. ტაფა. ყველი, კარაკი, არაჟანი, პელმენი, თეფში, კოზი, ჩანგალი, ჭიქა და რაც თავარია, წყალი. დანაცარი. დანა. სულ რო არაფერი აღარ ავიღო, აი ეს ყუთი მეყოფა ძალიან ჩვეულებრივად. წავედი მე. დარჩა 4 ყუთი და ამ 4 ყუთიდან შემიძლია შევიძინო მხოლოდ 150 ლარიანი ყუთი და 50 ლარიანი ყუთი. კაი, ჯანდაბას ის ერთია და ვიძენ, მაგრამ აქ ორი ცალია. არ ვიცი, დიდი შევიძინო თუ პატარა 150 ლარიანი, ამიტომ დიდი პატარა, კაი, დიდი იყოს დარწმუნებული ვარ, დიდში უფრო დიდი რაღაცები ელაგება. აუ, არ ვიცი. რა თემინდა მაგიდა? რა თემინდა გაფიცებთ მაგიდა? რა უნდა გავაკეთო მაგიდაზე? ფოთლები დავჭრა თუ წამოვწე. არა, ბაზარია, შეიძლება წამოვწე. რაღაცაში გამოიყო. რა თემინდა ღმერთო, რა თემინდა? რა თემინდა? არ ვიცი. იმედი 50 ლარიაში ისეთი რაღაცა იქნება, რომ ამ 450 ლარს აი დააკომპენსირებს და რა ვიცი, გამიხარდება. მოკლედ, ეხლა როგორც მივხვდით, ქრისტის აქ მარტო ერთი ყუთი დარჩენილი, რომელიც შეუძლია იყიდოს 50 ლარიანი ყუთი. შემიძლია ეხლა აი ძალიან ვიჩათალახო და 50 ლარიანი მე ვიყიდო, მაგრამ მე რაღაცას ვერ ვიყიდა. ქრისტი დარჩება საერთოდ არაფრის გარეშე ეხლა. ან ავიღო, რავი, აი ეს 80 ლარიანი და 150 ლარიანი ყუთი და всё, ბედნიერად დავასრულოთ რა, გავაგრძელოთ ეს ვიდეო. თქვენ რას იზავდით, დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში. კაი, მოკლედ, ამ ვიდეოში მაინც ვიქნები შედარებით კეთილი და ეხლა ავიღებ აი ამ ორ ყუთს, აი ამ 80 ლარიან ყუთს, მძიმეა და ამ 150 ლარიან ყუთს და ჯამში დავხარჯავ 500 ლარს ზუსტად და ვნახოთ ეხლა რეები დევს. პირველი გავხსნათ იაფიანი. აუ, მაგარი ყუთია, მაგრამ აი ეს ყუთი მე ნამდვილად არ მჭირდება რა. ეს არის ჰამაკი. ჰამაკს სადმე გავკიდებ ძალიან მაგარი არის. ნაგვის ცელოფანი, აი ეს რეზინები ვინ მოიფიქრა, რაში უნდა გამომადგეს, აი ეს რეზინები. ასანთი. აუ ქრისტე ეხა ამ ყუთზე ნატრობს. საწვიმარი, ჭიკა. ეს სარეცხი თოკი აქ ვინ ჩადო. და ყველაზე მთავარი შეშა ხალხო, შეშა. ყველაზე საინტერესო 150 ლარიანი ყუთი და ბოლო ჩემი ყუთი. ვაიმე, რა უბედურია ქრისტინე თქვენ ასე არ ხარ. შეშა ხო მე შემხვდა. ის ბრეკეტები ხო მე შემხვდა, რომელიც იწვის და ამას დამატებული გაზიც მე შემხვდა ხალხო. და ამ გაზ დამატებული აი ესეთი მათარა. დადგა ჩემი ბოლო ყუთის გაყუთის დრო და დამჭა 50 ლარიანი. დარწმუნებული ვარ, შიგნით იქნება გრანდიოზული საჩუქარი ჩემთვის. ან მარტო ყუთი იქნება, ან ისე შუათითი. არ ვიცი. ხალხო, შენ თქვენც ხო ნახეთ რაები შეხვდა გიორგის. არაფერი არ შეხვდა კარტონის გარეშე გარდა და კიდე მაგიდა. საცილეთო, მაგრამ რბილად დავიძებ შიერი, მაგრამ რბილად დავიძინებ, არაფერი არ მიკვენენ, გადავიზმეიკებ ამას წრიადად შევიპუტები ამაში. ჩემი უბედურობის გამო გამომიწერეთ, მია subscribe-ეთ და კომენტარებში დაწერეთ ქრისტი ბანძი გიორგი. კომენტარებში დაწერეთ ქრისტი განძი გიორგი ბანძი. ესეც კი შემეშალა ამისი დედავატირე. მართლა
ბედი არა მაქვს. აღარ მინდა ამ გადარჩენებში მონაწილეობა დამანებეთ თავ. ვერ ცეცხლსაც კი ვერ დავანთებ, რითი დავანთო, დრაკონი კი არა ვარ. როგორც ყოველთვის გეუბნებით, პირველ რიგში რაც უნდა ქნას ადამიანმა ტყეში გადარჩენის დროს არის ის, რომ უნდა აშენოს სახლი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძალიან კარგი ამინდი არის, ამას დამატებული უკვე სითბოც არის, არც წვიმას აპირებს, ამიტომ გადავწყვეტე, რომ სახლი არ ავაშენო და გამოვიყენო მხოლოდ და მხოლოდ აი ეს კარავი. ჩემი აზრით, ესეთ პირობებში და ესეთ სითბოში სრულიად საკმარისი არის მხოლოდ კარვის გაშლა თუ გაფენა, არ ვიცი, რასაც ნიშნავს. ამიტომ დღეს გავშვი მხოლოდ ამ კარავს. წავედით ახლა მოკლედ და გავფინოთ აი ეს კარავი რა, თუ გავშალოთ ეს კარავი. როგორც იცით, ფაქტიურად არაფერი არ მომივიდა, ისეთ რომ გამოვიყენო, ამიტომ აი ამ თოკისგან და ყუთისგან ავიშენებ სახლს, თან ძალიან კარგს. აი ისეთ, რომ გაგიკვირდებათ, აი ამ თოკს გავაბავ, დავქსელავ და შემდეგ ყუთს შემოვადებ. რა თქმა უნდა, გავხსნი და ზევიდან დავალაგებ. მექნება სახურავი. გვერდიდან ჯოხებს ან რაღაცებს მიულაგებ და ხოხია ხალხო. თან სული მაქვს და დავჩეხავ ხეებს კარგად. ხელით გატეხვაც არ დამჭირდება. ისე სიმართლე რომ გითხრათ 500 ლარი ესე დებილურად არავის არ დაუხარჯია. ჩემ გარდა. იმიტომ რომ არაფერში არ დავხარჯე. მარტო თოქში და ყუთებში. ბედი არა მაქვს. აი რომ ვამბობ რომ მე ბედი არა მაქვს, ესე იგი ბედი არა მაქვს. უბედო დავიბადე. დადგა ჰამაკის გაშლის დრო. მოკლედ, ავარჩია ეს ორი ხე, დიდხანს ვეძები ახლა ტყეში ხეები საერთოდ არ არის, ხო იცით? ამიტომ ძალიან დიდხანს ვეძები აი ეს ტყეები, კი არა, ხეები და გავფინოთ ახლა, გავშალოთ ახლა ჩვენი ულამაზესი, უმაგრესი ჰამაკი. ადრე რო გავშალე ერთხელ მოკლედ რა. გამომივიდა ძალიან დაბლა, ამიტომ მაგის მერე ჭკუა ვისწავლე და თქვენც თუ დააპირებთ ჰამაკის გაშლას, დაიმახსოვრეთ, რომ უნდა მოაბათ რაც შეიძლება მაღლა. იმიტომ რომ თქვენ რო დაწვევით, დაიწევს ქვევით. ისე კომენტარებში თუ დაწერთ ვისკენ ხართ, ძალიან კარგი იქნება, ჩემსკენ თუ ქრისტისკენ. მე კი ვიცი რომ 90% ყოველთვის ქრისტესკენ ხართ ხოლმე და ჩემსკენ არასდროს არ ხართ. არა და მე უფრო მაგრად ვრჩები ხოლმე. ანუ მე უფრო მაგარ გადარჩენებს ვაკეთებ. მოკლედ, დაწერეთ ჩემსკენ ვინ ხართ. ის 3%-ის თუ 10%-ის მნიშვნელოვანია ჩემთვის. არავის არ უყარო. და აი ესე, კარგად უნდა გადაუჭიოთ, თორე გაიხსნება. ახლა კიდე განახებთ, რამდენად მარტივია ფაქტიურად არაფრის გარეშე სახლის აშენება. აი ხო იცით რომ გიორგი სულტირის ვაიმე მე არ შემხვდება არაფერი და მე მდიდარი ბიჭი ვარ, მე ყველაფერი უნდა გავაკეთო. აი მე განახებთ, დაგიმტკიცებთ, მით უმეტეს გოგოს რა შეუძლია ყველაფრის გარეშე ააშენოს. აი განახებთ. აი ესე. ახლა ამას დავქსელავთ კარგად. აუცილებელია, იმედი ეზენი არ გადაიკვანძება. საჭირო არ არის, რომ ძალიან დაიქსელოს. შეგვიძლია წამოვწვეთ ახლა და რაც თავარია, ავუძინოთ ცოტა ხანი. იმიტომ რომ არსად არ მეჩქარება აბსოლუტურად. საჭმლის რაღაცები მაქვს, ყველაფერი მაქვს, ცეცხლის დასანთები მაქვს, ამიტომ სად მეჩქარება. დღეს მე მაქვს ტყეში დასვენება და არა ტყეში გადარჩენა. აბა, ჩაო ხალხო. ძილინებისა ცოტა ხნით. ახლა დრო რომ გადავხუროთ ჩემი პატარა სახლი, დავაფაროთ სახურავი და ესე ნაზად უნდა გავხსნათ ეს ყუთები, არ უნდა დავაზიანოთ, თორე ვერ გამოვიყენებ ვერანაირად. კარგად გავხევთ. არ წახვიდე შენ. თითი ვიტკინე. მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ. აი უყურეთ რას გულისხმობ ხალხო. აი ესე გადავაფარებთ. აი ესე. გადავაფარებ, ესე შეიძლება ჩამოვწიო კიდევაც რაღაც ადგილებში. კიდე მაქვს 3 ყუთი. 3 დიდი ყუთი მაქვს ხალხო. თამე ხო დიდები ავირჩიე და სუცარიელები და ამ 3 ყუთს გამოვიყენებ და აი ესე გადავაფარებ და შეიძლება ცოტა ჩამოიწიოს კიდევაც. ესეთი გადმოფარებული მქონდეს. სულ ეს არის და ეს. ისევ და ისევ. ქრისტი განძი, გიო ბანძი. დაწერეთ ჰეშტეგით კომენტარებში. გიორგი ბანძია, მე კიდე განძი ვარ. შეხედეთ რა მაგარი სახლი ავაშენე. ჭერიც მაქვს, კედლებიც მაქვს, საძინელ ტომარაც მაქვს, რომელიც რბილია. და კიდე მაგიდა. აი რა მინდა მეტი, არაფერი არ მინდა. ძალიან გასაოცარი სახლია, იქიდან გამომდინარე რომ მარტო თოკისგან და ყუთებისგან ავაშენე და ის ქაღალდებით კი გამოვიყენე. ამიტომ არც დამამწვიმს, არც ქარი დამიბერავს და ვიქნები კომფორტულად. რა მინდა მეტი, არაფერი არ მინდა. 24 საათი რამინერად გავწლებ. 5 წუთი რაც გავიღოზე უკვე და მთელი ძილის პერიოდი ფაქტურად ვფიქრობდი რომ რაში უნდა გამომადგეს მეთქი, აი ეს დრელი და
მით უმეტეს შურუფები, იმიტომ რომ ფიზიკურად არაფერში არ მჭირდება. შეიძლება ქრისტის გამოდგომა უნდა, არ ვიცი, მაგრამ მე არაფერში არ მჭირდება, მაგრამ აუ მივიდა და რაღაცაში ხო უნდა გამოვიყენო. ამიტომ ეხლა მოვიმფიქრე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ამ ვიდეოში იქნება, აი ყველაზე მნიშვნელოვანი. რასაც ქვია ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ხა ეგ დავწერ ძალიან მაგარ რაღაცას. ავიღებ აი ამ დრელს შურუფს. აი ეგ ხესთან მოვალ და ჩემს სამეფოზე ჩამოვკიდებ აი ესეთ წარწერას. აი ეს გამოგვიწერეთ ხალხო, გამოგვიწერეთ, არასდროს არ დაგავიწყოთ თუ ჩვენი არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. ძალიან ბევრს არ გაქვთ ჩვენი არხი გამოწერილი, ამიტომ გთხოვთ თქვენს, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ და უბრალოდ გვიყურებთ რა, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩვენც ბედნიერი ვიქნებით და შენც ხო შეგხვდება უფრო ხშირად ჩვენი ვიდეოები და უყურებ ხოლმე. ამიტომ ძალიან გთხოვ, გამოგვიწერე ეს მთელი ვიდეოს განმავლობაში აქ ეკიდება რომ გაგახსენდეს ყოველთვის რომ უნდა გამოგვიწერო. ახლა კი მოგვიყვებით რა მოვიფიქრე საჭმელთან დაკავშირებით. აქვე ახლომახლოს არის მდინარე. მაგ თოკი, კინა და ესეთი წერტუჩა. ამ სამი რაღაცისგან გავაკეთებ ანკეს. ამ კინას დავღუნავ და დავაკაუჭებ და ამ თოქზე დავამაგრებ და გადავაგდებ მდინარეში. დარწმუნებული ვარ თევზს დავიჭერ, მაგრამ კიდევ ერთი მაგრამ არის. დამჭირდება ჭიაყელა. ძალიან მეშინია ჭიაყელების. აი ძალიან მეშინია ხალხო. მეზიზღება, განამეშინია მეზიზღება. არ ვცხელს როგორ მოვკიდებ, რაღაცნაირად უნდა დავიჭირებ, იმიტომ რომ მშია. ხელების კი მიგანკალებს ისე მშია. განავინმე დამეხმარება, არავინ არ დამეხმარება, ჩემით უნდა გავაკეთო. არ მინდა. წავედით მოკლედ და ანკესი ავაწყოთ ერთად. და ახლა რა უნდა ვქნათ, უნდა გავამგზავნოთ ჩვენი უგემრიელესი საჭმელი. არ ვიცი აი ეს განახეთ თუ არა, ესეთი ტაფა შემხვდა მე. ამ ტაფას აი ესე წამოვიღებ აი ამ ქვებთან, აი ეს ვიღაც სატოვებული ქვები არის და ამ ქვებთან დავანთ ამ ქვებში უბრალოდ ქვებს შორის დავანთებ ძალიან მაგარ ცეცხლს. ცეცხლისთვის იმდენი რაღაცა მაქვს, იმდენი რაღაც. დაიცა ცეცხლი დავანთო საერთოდ. ცეცხლი რა თქმა უნდა გაზი მაქვს. მოკლედ ეს გადაიდო, გაზზე გავაკეთებ აი ამ უგემრიელეს საჭმელს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცეცხლს შეშისგან არ დავანთებ. ღამე მაინც ასე თუ ისე ცოტა რაღაც სიგრილე მაინც იქნება, იმიტომ რომ ღამე ყოველთვის გრილა. ამიტომ ჩემს კარავთან, კი არა და ჰამაკთან დავანთებ ძალიან მაგარ ცეცხლს და ამ ცეცხლით გავთვები მთელი ღამე. დავიწყოთ ახლა ანკესის გაკეთება. ამ ცეცხლს ხედავთ, უნდა მოვუღუნოთ, აბა ხო უნდა ჩამოეცვას, კაუჭივით უნდა გავაკეთოთ. ოღონდ ძალიანაც არ უნდა დავკეცოთ. ნუ ინტერნეტში მაქვს ნანახი ესეთი რაღაცეები. დამორჩილდი მეთქი. всё, აუ იმენა ეგეთი გავაკეთე. აქ ვჭრით. ეს უეჭველი ამით იჭრება. აუ, გადაი. შენი მომგონი. აუ, ჩემი კი. მოტყდა ბიჭო. ანუ ეხა ძალა რო გერჩის ადამიანზე, ძალა გაქვს სხვა რაღაც არის. ამას ესე გადმოუღუნავთ საპირისპირო მხარეს, ამას ხო ხედავთ კაურს. შემდეგს გადმოუღუნავთ საპირისპირო. აი ესე. კარგად, რომ თოკი უნდა გაეტიოს მანდ. აი ესე მოვამაგრებთ. всё. ძაბსაც გავუყრით. ეხა ძუა არ მაქვს და რაც მაქვს, იმით უნდა ვინადირო წყალში. შევკრავთ კარგად, თევზმა რო არ წაგვართვას. ეგ არის. всё. ანკესიც მზად არის. და ახლა დარჩა ყველაზე ცუდი მომენტი. ჭიაყელა უნდა ვიპოვო ხალხო. მეშინია მეზიზღება და თან უნდა ჩამოვაცო ესე ხელი და მოვკიდე ჩამოვაცო. თან არ მინდა რომ მოვკლა, იმიტომ რომ ცოდო არის. არ ვიცი ცოცხალი არსებაა საერთოდ ცოცხლებში გადის თუ არა, მაგრამ მეცოდება რა ვიცი. ჭიანჭველა უნდა შეჭამოს, ჭიანჭველა თეზმა უნდა შეჭამოს. არ მინდა. მაგრამ რა ვქნათ? შია. დავიწყოთ ახლა ჩვენი გემრიელობის მომზადება. აი ესეთი გაზი გვაქვს, როგორც იცით ალბათ ვიდეოში გეკრებათ ნანახი. ჩავხრახნოთ ზედ. ეხლა ჩავრთოთ ჩვენი გაზი. ოპა! შვენიერი. დავადოთ ზევიდან ტაფა. პირველი რაც დაგვჭირდება არის კარაქი. ჩავაგდოთ კარაქი. რა სუნია. როგორც მივხვდით ეხლა ეს კარაქი როგორც კი გალღვება შიგნით ჩავყრი პელმენს. ძალიან არ მინდა, მაგრამ დროა რომ ჭიაყელა ვიპოვოთ და ჩამოვაცვათ აი ამ რაღაცას. აუ არ მინდა. ღმერთო. აი მე მგონი ვიპოვე ეგრევე. ხო არ იკვინებიან, ნეტა არ მიკвинოს, ჭიაყელად არ გადავიქცე. მაპატიეთ. მე ესე გამიგია რა წვევიან ამინდებში, რომ ტალახში ზრებიანო და იმედი იქნებიან. ჩვენი კარაქი უკვე გაცხელდა, გალღვა ყველაფერი. კარგად და ეხლა დადგა დრო რომ ჩავყაროთ პელმენები ხალხო, პელმენები თუ არენიკები თუ რაც ქვია, რა მნიშვნელობა ხორცის არის თან. ვაიმე დედა რა არის?
ესე ჩავყაროთ კარგად ბოლომდე. ეხლა ამას უნდა დავალოდოთ, რომ კარგად შეიწვას ეს ფერი შიშკინის სხვა გესმით რა მაგარია. აუ ვიპოვე ხალხო და ვერც კი წარმოიდგენთ რანაირია ხან პატარავდება რანაირად მიყურებ შეცადვილობ წერო შენ ნუ მიყურებ ამას ხელს ვერ მოვკიდებ დაიცა ცხოვრება ისეთია გაიგე ვაიმე ნუ მიყურებ გადი ფუ ჯეკა ნუ იწელები გინაცვალა ესე მოდუნდი მოდკუნტენი ფუ ბიჭო ნუ მეჭიმები ბიჭო მოდუნ ნუ მეჭი ნახდეგები აი შო ოკეი წასული ხარ ამ ქვეყნიდან შო მოდუნდი შო დამთავრდა შენ ცხოვრ ნუ წვალობ თევზი შეგჭამს მე კიდე თევზი შეგჭამ შო დაწყდა წადი მგონად წავიდე ახლა მდინარესთან და დავიჭირო თევზი ხო არის სასაული აღიარეთ რომ სასაულია ვაიმე როგორ შიშკინებს მე ჩემი გულიც კი ამასთან ერთად შიშკინებს ისეთი გემრიელია დადგა დრო მოკლედ რომ ეხა დავასხათ წყალი უკვე მოიბრაცა ჩვენი პელემენები და დრო არის რომ მოვხარშოთ მოვედით უკვე სათევზაოდ ახლა გადავაგოთ ეს ანკესი და დავიჭოთ უზარმაზარი თევზი ძალიან დიდი რომ მთელი ღამე მეყოს არასდროს არ მითევზავი არც კი ვიცი როგორ ვითევზავ ან სან რანაირად გადავაგდო ან სად გადავაგდო ამიტომ ვეცდები რომ რამე დავიჭირო ოპა მიდი წადი გამოედო რაღაცას გამოედო რა უცნაურია ხალხო სასწაული პირდაპირ წვიმა მოდის წვიმა და ფოთლები მეფარება ჯერჯერობით უკვე წვიმს წარმოიდგინეთ და დამერხა სახლი არ ამიშენებია ამდენი ძილის მაგერად რაღაც ამიშენებინა ხოჯობდა ეხლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვასწრო აი ამ საჭმლის გაკეთება შეჭმა და მე რაღაც უნდა მოვიფიქრო შევხედავ თუ რამე საწვიმარი მაგ და ეს საწვიმარი შემიძლია გამოვიყენო ძალიან მაგრად მოკლედ ეხლა დავიწყოთ აი ამ საჭმლის გამზადება აი ამ ყველს ეხლა მთლიანად ჩავაჭრი ნაგავს როიცოდეთ აქ ავტოვებთ არასდროს ტყეში ეხლა კი დავაგდე მაგრამ ამას მე ავიღებ აი ეს არაჟანი პირდაპირ ჩავასხათ დიდხანს აღარ ველოდო აი ეს ჩავასხათ მთლიანი არაჟანი ჩავასხათ რა ჩავდოთ ძალიან დიდი ხანია უკვე რაც არ დგავარ ველოდები როდის დავიჭერ თევზს ხელები ხო გამეყინა ფეხებიც გამეყინა ყელი ამტკედა და კუჭი ისე მტკივა რომ შეიძლება ამ მომდროს ამომახმეს შიგნით ძალიან დავიღალე ხალხო აი მტკივა ყველაფერი რა იმედია რომ დავიჭერ და მშიერი არ მოკვდები ამაღამ დაიჭა აიმე რაღაცას გამოედო მოდი ვაიმე კილკა ხალხო დავჭირე კი ხა ზეთიანი დიდად არ მიყვარს მაგრამ არა უშავს შიმჭილობაში წავა ესეთი თევზი იმეს დაუჭერია უკვე გაკეთებული არავის არ დაუჭერია არავის არ დაუჭერია საერთოდ გამზადდა ხალხო ჩემი უგემრიელესი საჭმელი და ახლა თქვენთან ერთად აი ამას გავსინჯავ ვაიმე ერწყმი მომდეს ვეღარ ვლაპარაკო ხატაო რა გემრიელია ვაიმე დედა ეს რა ღმერთო ჩემო ჩვენი გადარჩენების ისტორიაში პირდაპირ ვამბობ რომ ესეთი გემრიელი ჯერ არაფერი არ გავუკეთებია ნუ მე ყოველ შემთხვევაში აი ძალიან გემრიელია ესე იგი ჩემი ჰამაკის წინ შემოვალგე აი ესე ულამაზესად თქვები იმისათვის რომ ცეცხლი და რაღაც ნაპერწკლები არ გადავიდეს გვერდზე და რავი მთელი ტყე არ დავწვა ყოველთვის მოვფრთხილე ტყეს დაიმახსოვრე აი ამ შეშას ვაიმე დედა არც გავშლი აი დავყრი პირდაპირ ეს შეშა არის ხმელი ამას დავწვავ და მე უკვე მოვაგროვებ ტყეში სվել შეშაშას და მე უკვე მოვაგროვებ ტყეში სվել შეშაშაც და შეშა რა არის და მე მოვაგროვებ ტყეში სվել შეშაშაც ეს შეშასაშაშია ეს შეშასაშაშია მე მოვაგროვებ ტყეში შეშაშ ბიჭო რა მჭირს თო მე მოვაგროვებ ტყეში სվել შეშაშაც შესაშაც შეშასაც ბიჭო როგორ არის სწორი ვიღაცა მითხარით უბრალოდ აი ესე ოხრად მე ბევრი მიყვარს
ეს რა არის? რატო არ აფეთქდა? ველოდებოდი რომ კარგად წაეკიდებოდა. მაგი დავაწყე, თევზის დავიჭირე და ეხლა დრო რომ შევჭამო. დავაგემოვნოთ. რანაირად ხარ ესეთი? ეს იცით როგორ გავხსნა ეხლა? შენი არა სწორი. რას წვალობდი, რომ წვალობდი? მედია მიწიანი არ იქნება. აგად გადავაგდოთ. რაო ბედრის უნიაკ. ცოტა გაფუჭებულია. წვენი დავლიო, კაი, წვენს დავლევ და გადავასხოთ, წვენი არ მიყავს, გემოს გაუსინჯავ მარტო. მარა გაჭირებაში წავა. აი პური რო ამომსვლა და შეიძლებოდა რომ მეჭამა. ამას გადავასხო, იმიტომ რომ არ მჭირდება. ამოვიღოთ თევზი. თევზი არ მიყვარს. მარა კაი გემოქ. როგორ მშიოდა იცით ხალხო ვერ წარმოვიდგენ. დამბურზგა პირველ ლუკმაზე. ძალიან გემრიელია. ცინცხარი ხორცი არის. აი შეხედავთ კიდევაც სულ თეთრი არის, ზეთი გაზდის იმდენად კაი არის. ძლებიც კი იჭმევა, იმდენად გემრიელია. ახალსაც ვიმყოფებით ხოლმე ამ ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაიჭოთ ესეთი თევზები. დაბრუნებდა ეხლა და ძილის დრო დადგა. წარმოდგენა არ გაქვთ უბრალოდ რამდენად მეშინია. აი აქ 1-5 წუთის წინ იყო კატასტროფულად ბევრი ტურის ყმუილი. ანუ არ ვიცი, ერთმანეთს აყვნენ და იყო კატასტროფა მართლა, რასაც ქვია. წარმოდგენა არა მაქვს აქ როგორ დავიძინებ და როდემდე გავძლებ. განათებაც არა მაქვს თან არაფერი. ცეცხლის ანთებაც რაღაც გადავიფიქრე, იმიტომ რომ მეშინია ზურგიდან ვინმე არ მომიპაროს და არ მიგმიჩოს. იმედი მაქვს რომ მეტჯერ ყმუილს არ გავიგებ. მე რო აქ კიდე ყმუილი გავიგო, არ ვიცი. ისე გავიქცევი, ჯერ სად გავიქცევი ისიც არ ვიცი. სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ჩაქვრება შუქები კატასტროფული სიბნელეა, წუდიადია. მართლა წუდი, აი თვალები რო დახუჭოს, ზუსტად ერთ და იგივე არის რა, გინდა ყოფილხარ და გინდა თვალები დახუჭული ყოფილხარ. და არ ვიცი რა მოხდება, მართლა არ ვიცი რა მოხდება. ხანდახან ვფიქრდები ხოლმე რომ ესეთ საშიშ რაღაცებს ვაკეთებთ რა მართლა. იმიტომ რომ აი ხა თქვენ არ ვიცი მანდ რამდენად გრძნობთ კამერის მიღმა, მაგრამ მართლა ძალიან საშიში არის. ანუ მართლა საშიში არის. ჩვენ ახლა რომელ ტყეშიც ვართ, ანუ აქ არის ძალიან ბევრი ცხოველები. არც ერთხელ არ გამიგონია ესეთი უბედური ხმა. ეს იყო რაღაც კატასტროფა ხალხო. და რა მინდა ამით გითხრათ, რომ ესეთ საშიშ რაღაცებს რო ვაკეთებთ, ანუ უბრალოდ გამოგვიწერე. ძალიან გთხოვ რომ გამოგვიწერო. მართლა ჩვენ სიცოცხლეს ექმნება საფრთხე აქ ყოფნით. მოკლედ ძილინებისა და იმედია ხვალდელი შევხვდებით. დამდელდა, დოკედრო რომ დავიძინოთ. ეს იცით რატო მიჭირავს? ვერ გამოიცნობთ. იცით რატო? იმიტომ რომ აქტურები დადიან. და აი აქვე ფეხთან, აი აქვე, აი აქ ხესთან ყმუოდა ვიღაცა. ამიტომ მეშინია მე ძალიან ტურებს და ჩემი სიცოცხლე ძალიან მიყვარს ამ ბასრდანას და ბასუროს ავიღებ და დავიდებ გვერდით რომ გადავრჩე და არ მიკბინონ ერთ ადგილას. ამას კიდე გავშლი ამ რბილ ადგილაზე დავიძინებ და ვაიმე ღმერთო, არ შეაჭმევინო ჩემი თავი და მიტი არაფერი არ მინდა. აბა როგორ მოგწონთ? არ დამაწვიმ, საერთოდ არ დამაწვიმ, ცოტა შიგნით შევიჩოჩები, არ არის პრობლემა. და ეს ხო. მოდი გინოცვალე ჩემთან ერთად დაიძინე. აი ეს. ტურად მოვა ეგრე მარჯვენათი. ხო ხვდებით ავტომატი წერო მარცხნით, ეგრე მარჯვენათი რომ გადაუჭიმო ეს ცული. დიდრორი. რაღაც ტოტების ტვრევის ხმა არის, მართლა გეუბნებით, ანუ რაღაცის ხმა არის. დაი მოკლედ ჩააქრეთ შუქები. ესე იგი ხალხო, ტყეში საათნახევარზე მეტიც ვერ გავძელით, ანუ ყველა მხრიდან, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ისმის ტურების ხმა. ძალიან საშიში გახდა ამ ტყეში გაჩერება ეხლა რა. ყველა მხრიდან აბსოლუტურად ისმის ტურების ხმა. გაუჩერებლად ფაქტიურად და ნელ-ნელა ახლოვდებიან. ამიტომ ყველა ჩვენ მანქანებში დავჯექით ეხლა და არ ვიცი მოკლედ ვერც ტექნიკა ვერ ავიღეთ ვერანაირი, ვერც ვერაფერი ვერ ავიღეთ აბსოლუტურად და
ვერც გარეთ ვერ გადავდივართ, იმიტომ რომ გრძნობთ უკვე რა ძალიან ახლოს არიან ტურები. ანუ ფარები როგორ განთებული, აქა-იქ ხანდახან ჩდება ორ-ორი თვალი. აი გაიარა. მოკლედ რა, ანუ მართლა გაიარა თუ? აი გაიარა შინ თავს ფიცარო, ფუნფულა იყო. შენ თავს ფიცავარ გაიარა იქით ხო, რას გეხუმრები ბიჭო, ვერ ახარ? გათენდა ხალხო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. მთელი ღამე მოკლედ შიში ვჭამეთ, ვერ გამოვედით ღამე ტყიდან. როგორც კი ოდნავ გათენდა, ეგრევე ავკრიფეთ ყველაფერი, ყველანაირი აპარატურა, ყველანაირი ნაგავი, რაც კი იყო იქ მოკლედ ჩვენი აწყობილი, აშენებული და დატოვებული ყველაფერი ავკრიფეთ, ჩავდეთ მანქანაში და გამოვედით ტყიდან. გამოვედით არა, გამოვიქეცით გიო. გამოვიქეცით უფრო მართალია. მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა ტურების ხმა. ძალიან გვეშინოდა ყველას და მანქანებში ვიყავით ჩაკეტილები. ნუ მე არ მეშინოდა სიმართლე გითხრა და დანჩი ყველას ეშინოდა და მე ვამოვდი გადავალთქო, მაგრამ უარზე იყვნენ და არ მიშვებდნენ. ამიტომაც ესე ვიჯეკით მანქანაში სანამ ისე ნუ გამოყავს თავი რომ ერთადერთი თამამი ადამიანი შენ აღმოჩნდა. გიორგი, კადრები მაქვს. დავას YouTube story-ზე დავდებ. შორტებს დავდებ ამას მართლა. ეს მიზი ცოლს მაძლევდა ხალხო და მიშვდა, კაი გადადიო, არ არის პრობლემა. ანუ ნუ იტყუები. არ ვიტყუები, კადრები მაქვს. იმედი მაქვს რომ მისიამოვნეთ ამ ვიდეოთი, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. თუ გინდათ რომ მსგავსი ვიდეო კიდე გადავიღოთ, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და თუ ექნება ამ ვიდეოს 15000 ლაიქი, აუცილებლად გადავიღებთ ამის შემდეგ ვერსიას ოღონდ გაცილებით მაგარს. ჩაო. გამოგვიწერე.